გადააგდოთ ეს ისა მოდის და წყალი გინდა რა გინდა ყველაფერი გვაქვს აბსოლუტურად აი რაც კი შეიძლება ადამიანმა ინატროს აბსოლუტურად ყველანაირი ბუნებრივი რესურსი უბრალოდ ერთადერთი მჭირდება შრომის მოყვარეობა ყველა რომ დავიკაპიცოთ ხელები და ყველა ჩვენი საქმე ვაკეთოთ და სიყვარული ერთგან ამბობს რამაჩხიკვაძე მახსოვს კარგად ერთი ინტერვიუ ძალიან საინტერესო და იქ საუბრობს რა რომ აი ჩვენ რა გვყავსო ჩვენ გვყავსო დილეტანტიზმი ჩვენ ვართ მოლაპარაკეები და საქმის გამგებლები არა ვართ რა სხვის ომშიო ბძენი ვართ ყველანაირო რა აუ მოკლედ ახლა ყველა საპრეზიდენტო პროგრამა აქვს ამზადებული დასო პრეზიდენტი იქნება მაგრამ თავის საქმის პროფესიონალი უნდა იყოს ადამიანი და იმ თავის საქმით უნდა შეეციოს თავის ქვეყანას აი ეს არის ჭიშმარიტი პატრიოტიზმი როცა შენი სიცოცხლე ყველაფერი შენ რაც გაგაჩნია გემეტება შენი ქვეყნისთვის რა და ეს გვჭირდება და ეს მინდა უსურვო ჩვენს ქვეყანას რა დღესაც და ყოველთვის აცხოს მეპურე ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს გულით სიყვარული და ქვეყნისთვის აი სახელმწიფოებრივი აზროვნება გვჭირდება ჩვენი სიცოცხლე გვემეტებოდეს და გვეთმობოდეს ჩვენი ქვეყნისთვის და წურბელური დამოკიდებულება კი არ უნდა გქონდეს და მომხმარებლური არამედ ჩვენ პირიქით ჩვენი თავი და ჩვენი სიცოცხლე უნდა გვემეტებოდეს ქვეყნისთვის და ჩვენ შვილებს უნდა უზრდიდეთ ქვეყანას როგორც იყო ეს ტრადიცია ქართულ სინამდვილეში და დღეს ძალიან ცდილობენ რომ ეს ყველაფერი მოშალონ და ამოშანთონ ავიც იმედია გვეშველება მერთვის წყალობით თუ უფლისკენ მივიხედავთ ხელახლა გვეშველება მე ამაში დარწმუნებული აუცილებლად გვეშველება უფლის წყალობით აუცილებლად შემოგარქვათ თქვენ ხომ არ მიწვენთ ახლა მე ჩემს მშვენიერ და საყვარელ ქალბატონთან რომ გადა პირიქით გამეხარდება ძალიან მე გადავალ ახლა ძალიან კარგი კითხვით ხო რა თქმა უნდა სიყვარულზე უნდა ვისაუბროთ ხო მათი ამ ჩაიგდო ხელში სიყვარულის თემები ხო, იცი რა კაი ისტორია აქვთ. მე ვიცი, მაგრამ მაყურებელმა არ იცის 21 წლიანი ოჯახი, 30 წლიანი ოჯახი როა. 31 გენაცვლია, 12 და ის. 30-ზე ვარ გაჩერებ და მე უფრო დავაპატარავე, ხუთი შვილი, ორი შვილი, ორი არაჩვეულებრივი. დანარჩენს მე ვისაუბრებ. ლელასთან გადავალ პირდაპირ როგორია ესეთი ოჯახის დიასახლისობა სიყვარული როგორ დაიწყო აი ეს მინდა არ არის ადვილი დიასახლისე მართლა სასულიერო პირთან ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული აი ეს რა ამინდ შექმნი ზუსტად ისია მთელი ოჯახი რაღაცნაირად მოყვებიან მამაოს კაი თვისება აქვს არასდროს გარედან არ შემოაქვს ხოლმე ნეგატივი ხა რამდენ ახსარებას ისმენს ხო გამკვირვებია ხო